ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ქრისტიანული აღმსარებლობის შესახებ. ეს თემა განხილულია, წარმოჩენილია სულთმოფენობიდან პირველი შვიდეულის კვირადღის წირვის სახარებაში. ეს არის სახარება მათესი, მეათე თავის 33-დან 37 მუხლების ჩათვლით და ასევე არის იკითხება მათეს 19 თავის 27 მუხლიდან 30 მუხლის ჩათვლით. სულთმოფენობა, როგორც ჩვენ ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ, ეს არის ადამიანის ღმერთთან გაწყვეტილი კავშირის აღდგენა. ყველაფერი, ყველა ის საერთო განგებულების, ყველა საიდუმლო, ყველა საფეხური იმისთვის აღესრულა მაცხოვრის მიერ, განკაცებული ღმერთის მიერ, რომ დამდგარიყო ჟამის სულთმოფენობისა. ანუ აღდგენილიყო კავშირი, გაწყვეტილი კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის. ადამიანი ღმერთმა შექმნა თავის ხატად და მსგავსად და მას მიანიჭა როგორც ხორციელი ბუნება, ესევე სულიერი ბუნება და აი ეს სული ადამიანისა ისე შექმნა ღმერთმა, რომ მასში შესაძლებელი იყო ღვთაებრივი სულის დავანება, დამკვიდრება და ადამიანი შეიქმნა როგორც ჭურჭელი ღვთისა, რომელშიც უნდა სწორედ აი ღვთაებრივი სული უნდა შეერთებოდა მის სულს და ბუნებრივია მთლიანად მის პიროვნებას, სულსაც, სხეულსაც. და ეს მოხდა პირველი ადამიანების შექმნისას, ეს ადამიანის ბუნება, მისი სულიერი და ხორციელი სამყარო შეუერთდა სული ღვთაებრივ სულს და ეს იყო სწორედ ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა, რისთვისაც შექმნა ღმერთმა ადამიანი, ანუ რომ ადამიანი მუდამ ყოფილიყო კავშირში ღმერთთან, ყოფილიყო მისი ჭურჭელი, მისი ტაძარი, ღვთის ტაძარი და აი ეს კავშირი აი სწორედ საჭიროებდა შენარჩუნებას, საჭიროებდა გამოცდას. აი რამდენად ადამიანი შეძლებდა რომ ეს კავშირი შეენარჩუნებოდა. რამე თუ არ იყო ამ კავშირის შეენარჩუნება ადვილი, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს არაფერი არ აკლდა, მაინც მისი ბუნება, რასაკვირველია, ეს იყო ქმნილება, რომელიც უნდა ამაღლებულიყო შემოქმედამდე, ანუ შემოქმედის ნებასთან უნდა მისულიყო ადამიანური ნება, რაც ადვილი არ იყო, თუმცა შესაძლებელი იყო და აი მოხდა ტრაგედია, ადამიანმა ვერ შეძლო საკუთარ ნებაზე მაღლა დამდგარიყო და ანდა სხვანაირად რო ვთქვათ, საკუთარი ნება მთლიანად, ესე ვთქვათ, დაექვემდებარებინა ღვთის ნებისადმი. აი ეს ანუ ადამიანის ნებით უნდა მოხდეს ღმერთისა ნების დაქვეყნა, ძალით არ ხდება. ამიტომ არის ადამიანი თავისუფალი არსება და მას აქვს შესაძლებლობა, რომ თავისი ნება ღვთაებრივ ნებას დაუქვემდებაროს, მაგრამ არის კიდევ შესაძლებლობა, რომ არ დაუქვემდებაროს. ანუ დარჩეს განსხვავებული ნების, საკუთარი განსხვავებული ნების, ასე ვთქვათ, მქონე არსება. აი სწორედ აქ ეს უნდა მომხდარიყო, რომ ადამიანს თავისი ნებით უნდა
ღვთაებრივი ნების აბსოლუტური სიკეთე უნდა ეღიარებინა და შეერთებოდა ამ ღვთაებრივ ნებას, ანუ მთლიანად დამორჩილებოდა, მთლიანად დაქვემდებარებოდა ღვთის ნებას, რამე თუ ღმერთია სამყაროს შემოქმედი, სიცოცხლის მომნიჭებელი, იგი აბსოლუტური ჭეშმარიტება, აბსოლუტური სიკეთე, აბსოლუტური მშვენიერება და შესაბამისად მხოლოდ მასთან ურთიერთობაში, სრულ მორჩილებაში, სრულ დაქვემდებარებაში შესაძლებელია, რომ ადამიანი განიცდიდეს ყოველივე სიკეთეს. და აი როგორც კი ადამიანის ნება მთლიანად, მთელი არსებით არ უერთდება ღვთაებრივ ნებას, აქ უკვე იწყებს მოქმედებას ადამიანის როგორც ქმნილების ნება, რომელიც ღვთაებრივი რასაკვირველია უქმნელის, ესე ვთქვათ, მარადამ არსებულის სამყაროს შემოქმედის, ასე ვთქვათ, ჰარმონიას ცილდება, კარგავს და რაც თავარია იწყება გაწყვეტა. აი კავშირისა ჩვენი პიროვნებასა და ღვთის მადლს შორის. აი ეს კავშირი იწყდება და რასაკვირველია იწყება ტრაგედიათა სერია კაცობრიობის ისტორიაში, რადგან ყოველი არასწორი ნაბიჯი იწვევს რაიმე ტკივილს, რაიმე მწუხარებას, რაღაცის რღვევას, რაღაცის ასე ვთქვათ დაზიანებას ნებისმიერი მიმართულებით ადამიანის ცხოვრებაში, ეს იქნება მისი პირადი განვითარება, ეს იქნება მისი ურთიერთობები, ეს იქნება მისი ურთიერთობა სამყაროსთან, ბუნებასთან და საერთოდ, ესე იგი, ყველაფერი რაც ადამიანის სიცოცხლისთვის არის აუცილებელი, ყველაფერი არის არასრულყოფილი, ნაკლოვანი და თანდათან ეს ყველაფერი სულ უფრო და უფრო წინააღმდეგობები იზრდება, ადამიანი და მთელი საზოგადოება უფრო და უფრო ჭეშმარიტებას სცილდება და სადაც ის ჭეშმარიტებას სცილდება, იქ სხვანაირად რო ვთქვათ, ისადგურებს, ესე ვთქვათ, ნათელი ჩაანაცვლებს ბნელი. სულ უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება, გაურკვეველი ხდება გზა. გზა ადამიანის ნეტარებისაკენ მიმავალი გზა, ადამიანის ჰარმონიისაკენ მიმავალი, სიყვარულის, სიხარულისაკენ. ანუ სხვანაირად ამას ყველაფერს ქვია ღვთის სამეფოსგან დაშორება იწყება, სხვანაირად ღვთის სამეფოს ასევე ქვია სასუფეველი ცათა, სადაც სუფევს ღმერთი, ანუ მისი სუფევის ადგილს სულ უფრო და უფრო ცილდება და თუ იქ ნეტარებაა, ეს დაცილება ნიშნავს, რომ სულ უფრო და უფრო ნეტარება მცირდება და ტკივილი, მწუხარება, ტანჯვა მატულობს. აი ეს არის მთავარი არსი სულთმოფენობის, რომ განკაცებული ღმერთის მისტერია იყო იმაში, რომ ადამიანი განთავისუფლებულიყო ცოდვის ტვირთისაგან, რამე თუ ცოდვის მქონე სული სულში ღვთაებრივი სული ვერ დაივანებს, ადამიანს ეს არ შეეძლო, დამარცხება ცოდვის მას არ შეეძლო, ეს შეძლო განკაცებულმა ღმერთმა, მან შემოსრა ჯოჯოხეთი და ყველას ვისაც სურს, რომ აღადგინოს კავშირი ღმერთთან, გაწყვეტილი კავშირი, ყველას ქრისტეს მადლით მიენიჭება ცოდვათაგან განთავისუფლება და განთავისუფლებულ ცოდვათაგან, განწმენდილ ცოდვათაგან სულში შესაძლებელია კვლავ დაივანოს ღვთის სულმა და აი სწორედ პირველი ეს ღვთის სულის ადამიანთა სულებში დამკვიდრება იყო სულთმოფენობა და აი ეკლესია იწყებს, ესე იგი, სულთმოფენობის შემდეგ გზის, ასე ვთქვათ, სწავლებას იმის შესახებ თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ეს კავშირი. ახლა თუ აქამდე იყო ამოცანა როგორ გქონდეს ისეთი რწმენა, რომ ჩვენი
ესე იგი გული მზად იყოს ცოდვათაგან განწმენდისათვის. აი როგორ მივახციოთ ასეთ წმენას და ზუსტად აი აღდგომიდან სულთმოფენობამდე ყველა კვირა ეს იყოს სწავლება იმის შესახებ როგორ შევინარჩუნოთ ჭეშმარიტი რწმენა, რომელსაც მივყავართ ჭეშმარიტების აღიარებამდე. შეცნობამდე, ჭეშმარიტების შეცნობამდე და აი სწორედ ის ვინც შეიცნო ჭეშმარიტება, ის გახდა ღირსი, რომ მასში დამკვიდრებულიყო სული წმინდა, რომ იგი ყოფილიყო ჭურჭელი სულისაწმინდისა. აი ეს სწორედ სწავლებები გვასწავლიდნენ რა შემთხვევაში რწმენა კარგავს ძალას. ის რწმენა, რომელმაც უნდა გამოგვიცხადოს ღმერთის შესახებ ცოდნა. ანუ მოგცეს უნარი შეცნობისა. და აი ამის შესახებ ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, რომ არის მრავალი მიზეზი, რაც რწმენას აკნინებს და ხოლო რწმენის დაკნინება ნიშნავს ჭეშმარიტების შეცნობის გზაზე, ასე ვთქვათ, ამ შესაძლებლობის დაკარგვას. ანუ როდესაც ადამიანის რწმენა თუ ასე ვთქვათ, ტერმინში ხარვეზი აქვს ადამიანს, მას არ შეუძლია შეიმეცნოს ჭეშმარიტება. ხოლო თუ მას არ შეუძლია შეიმეცნოს ჭეშმარიტება, იგი ვერ დაინახავს იესო ქრისტეს როგორც მაცხოვარს, როგორც მაცხოვნებელი მადლის მიმინჭებელს და ვერ უკაცრავად ვერ ესე იგი ითხოვს მაცხოვრის მხრიდან, მაცხოვრის მიერ აი ამ მადლის მიღების ესე ვთქვათ, სადმი ვედრება არ ექნება მაშინ. და აი ყველა ვისაც გამოეცხადა ჭეშმარიტება, რომ ქრისტე არის ჭეშმარიტი, მაცხოვარი სოფლისა, აი უკვე მასზე გადადის მადლის სული წმინდისა და აი რა ხდება მას შემდეგ, როცა ადამიანი ხდება ქრისტიანი. აი რა არის ის პირველი და აუცილებელი რომ აი ადამიანმა ქრისტეს გზაზე გააგრძელოს სწორად სვლა. პირველი და მთავარი არის აღმსარებლობა. ანუ ადამიანი როგორც სიტყვით, ასევე საქმით უნდა ამოწმებდეს არა მარტო თავისი სინდისის წინაშე, ყოველი ადამიანის წინაშე. იქნება ეს ოჯახის წევრი, თუ იქნება ეს ახლობელი ადამიანი, მეგობარი, ნათესავი, თუ იქნება ეს რაღაც ესე ვთქვათ, საჯარო სივრცე, საზოგადოებრივი, ასე ვთქვათ, თავშეყრის ადგილები და სხვადასხვა ესეთი სივრცე, ნებისმიერი საზოგადოებრივი სივრცე და ამიტომაც პირველი, რასაც აი სწორედ ეს სახარება, როგორც თქვით, აღმსარებლობის შესახებ გვეუბნება, რომ ეს მთავარი არის მუდამ დავამოწმოთ ჩვენი რწმენა სიტყვითაც და საქმითაც. სიტყვით ეს ნიშნავს, რომ ყოველთვის, როდესაც ჩვენ რაიმეს ვამბობთ, რომ იგი ყოველთვის ეფუძნებოდეს ჭეშმარიტ სწავლებას. და საქმით ნიშნავს, რომ რასაც ჩვენ არ უნდა ვაკეთებდეთ, ეს ყველაფერი უნდა ესე იგი ეფუძნებოდეს ღვთისმცნებას, ანუ ღვთისათვის, ღვთის ნების გამომხატველი უნდა იყოს ჩვენი ქმედება. შესაბამისი უნდა იყოს ჩვენი ქმედება. ღვთის სწავლების, ღვთის ცნების შესაბამისი უნდა იყოს ჩვენი ქმედება. აი სწორედ ეს არის აღმსარებლობა, ანუ ცხოვრება ქრისტიანული სწავლების მიხედვით, მისი საჯარო სივრცეში სიტყვითაც ესეთი გამოხატვა აი ამ რწამსის და საქმითაც.
ამასთან დაკავშირებით სწორედ აი სახარება არის მათ ეს სახარებიდან მეათე თავის 33 მუხლში ვკითხულობთ რომ მეათე თავის როგორც უკვე ვთქვით 33 გაცრავად 32-33 მუხლებში. ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემ და მო წინაშე კაცთა, მეც აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა. და რომელმან უარყოს მე წინაშე კაცთა, უარყო იგი მეცა წინაშე მამისა ზეცათასა. აი ეს უპირველესი პირობა რომ ადამიანმა უნდა აღიაროს უფალი, როგორც უკვე ვთქვით, სიტყვითაც და საქმითაც საჯარო სივრცეში. თუნდაც მეორე ადამიანის თანდასრებით, თუნდაც ერთი ადამიანი იყოს მასთან, ან არ აქვს მნიშვნელობა მის იმ დროს, როცა იგი ჭეშმარიტებას თქვათ ეხება ჭეშმარიტებას, სურს რომ ჭეშმარიტად იცხოვროს, ჭეშმარიტად აი ნებისმიერ ერთი ადამიანი ესწრება მის ასე ვთქვათ გამოხატულ ვთქვათ შეხედულებას თუ ქმედებას თუ მრავალი ამას მნიშვნელობა არ აქვს. წინაშე კაცთა, ანუ ჩვენ ყოველთვის უნდა დავამოწმოთ, რაც არ არის ადვილი. სხვათა შორის აი პირველი 3 საუკუნე სწორედ ეს იყო ურთულესი, იმიტომ რომ ქრისტიანებს სთხოვდნენ კერპის თაყვანისცემას, ქრისტიანები ამაზე უარს ამბობდნენ და მათ ამისთვის აწამებდნენ და ისეთი შეიქმნა პირველი 3 საუკუნე, რომ აი ადამიანი თუ იტყოდა რომ ქრისტიანია, ესე თქვათ ფაქტიურად აი სისხლის მდინარეები მიედინებოდა ახალი რომის იმპერიაში. და სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ განსაკუთრებით ახალი რომის იმპერიაში და ადამიანებს რომ ასე მზად იყვნენ რომ არა თუ დამთელობა თავისი გაეწირათ, სიცოცხლეც კი გაეწირათ და ამას აკეთებდნენ აბსოლუტური უმრავლესობა. იშვიათი გამონაკლისი იყო თუ ვინმე ამას ვერ შეძლებდა. და ეს აღიარება სწორედ ეს არის ნიშანი რომ შენ მიუხედავად ესე იგი იმ საფრთხისა რომ შენ შეიძლება შენს ჯანმრთელობა, შენს სიცოცხლე, შენ მდგომარეობას საფრთხე დაემუქროს, შენ ათახარ ყველაფერი გასწირო, მაგრამ შეინარჩუნო უფალთან კავშირი. ესეთი დამოკიდებულება ნიშნავს რომ შენთვის მთავარი სასიცოცხლო მნიშვნელობის არის კავშირი ღმერთთან. და იმდენად მნიშვნელოვანია რომ თვით სიცოცხლესაც კი გასწირავ. იმიტომ რომ რაფასი აქვს თუ შენ შეინარჩუნებ სიცოცხლეს ამ ქვეყნიურს მიწიერს, მაგრამ დაკარგავ მარადიულს. და აი თუ შენში ეს წმენა ძლიერია რომ მარადიული ცხოვრებისთვის ვართ მოვლინებული ადამიანები, რომ ჩვენი ამ ქვეყნიური ცხოვრება ეს არის შესაძლებლობა რომ ღირსი გავხდეთ ამ მარადიული ცხოვრებისა. თუ ამას იაზრებს ადამიანი, რასაკვირველია მზად არის ყველაფერი გასწიროს, თვით სიცოცხლეც კი ოღონდ ესე იგი არ დაკარგოს მარადისობა. ღმერთთან მარადიული მის სასუფეველში მარადიული არსებობის შესაძლებლობა არ დაკარგოს. ანუ სხვანაირად ამას ეწოდება ცხონება, ანუ ადამიანის მიერ ღვთაებრივ სიცოცხლეში დამკვიდრება და კიდევ ეწოდება განღმრთობა, ანუ ადამიანის სული მთლიანად შეუერთდა ღვთაებრივ სულს, მთლიანად ესე იგი მისი ნება მთლიანად შეუერთდა ღვთაებრივ ნებას, შესაბამისად ასეთი სული უკვე ხდება ვითარცა ღმერთი არა ბუნებით, არამედ მადლით. ანუ ქრისტიანობის მიზანია, რომ ადამიანი განღმერთდეს, გახდეს ვითარცა ღმერთი მადლით. ანუ მთლიანად
მისი სათნოებანი მთლიანად შეერთებულია ღვთაებრივ სათნოებებთან. მთლიანად ასე ვთქვათ, სრული ზიარება ხდება ღვთაებრივ სათნოებებთან. აი ეს არის დანიშნულება, მიზანი ქრისტიანული ცხოვრებისა და აი ამიტომ გვეუბნება, რომ აღმსარებლობა ნიშნავს, რომ მიუხედავად ნებისმიერი განსაცდელისა, სასტურისა, რომ ჩვენ არ დავკარგოთ ეს კავშირი მარადისობასთან და გავწიროთ ყველაფერი, რაც ამ კავშირის გაწყვეტას შეიძლება საფრთხეს უქმნის. ძალიან მნიშვნელოვანი აი ამ ასეთი აღსარებლობის გამოხატულების, ესე ვთქვათ, გასააზრებლად შემდეგი მუხლი. ეს არის მეათე თავის 33 მუხლი. და რომელმან უარყოს მე წინაშე კაცთა ხო, უკაცრავად, იგი პირველი მუხლი იყო, ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემ და წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა და რომელმან უარყოს მე წინაშე კაცთა, უარყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა. ანუ თუ ადამიანი არ საზოგადოებაში, საჯარო სივრცეში არ ადასტურებს სიტყვით და საქმით, რაშია საქმე, ესე იგი მასში არის რწმენა, შესაძლებელი არის კიდევაც რწმენა, მაგრამ ეს რწმენა გაურბის ამ ქვეყნიურ განსაცდელს. ასეთი ადამიანი, ასეთი ვინც არ აღიარებს საჯარო სივრცეში წინაშე კაცთა. ესე იგი, ფაქტიურად ეს უარყოფაა. უარყოფაა, იმიტომ რომ როდესაც შენ დგეხარ საჯარო სივრცეში, სადაც შენ ან უნდა დაამოწმო ჭეშმარიტი სარწმუნოება, ან ვთქვათ, უარყო. შეიძლება ესე საჯაროდ შენ არ უარყო, მაგრამ ის რომ შენ არ ამოწმებ ჭეშმარიტებას, მით უმეტეს ისეთ ვითარებაში, სადაც სხვები უარყოფენ ამ ჭეშმარიტებას, შეურაცხყოფენ, გმობენ და შენ ამის საწინააღმდეგოს არაფერს არ ამბობ, ეს ნიშნავს, რომ შენ უარყოფ წინაშე კაცთა შენს, ესე იგი, ვრწამს. ფაქტიურად შენ დუმხარ. რატო? იმიტომ რომ რაღაც საფრთხე შეიძლება მოხვდეს ამის საჯაროდ აღიარებას, მტრულად განწყობილ, გარკვეულ, ასე ვთქვათ, საზოგადოებაში, ამან შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს ადამიანს ამ ქვეყნიურად მიწიერი გაგებით. და აი თუ შენ გაორებული ხარ და სასუფეველი გწამს და გინდა სასუფეველში, მაგრამ ამ ქვეყნიურსაც ვერ ტოვებ, ეს ნიშნავს უკვე ორი ბატონის სახურებას და ეს ნიშნავს ორი ბატონის სახურება ნიშნავს ფაქტიურად წინაშე კაცთა არ აღიარებას, ანუ ფაქტიურად წინაშე კაცთა უარყოფას. და აი შემდეგი 36 და 37 მუხლები, აი გვეუბნება, აი სწორედ აი რა შემთხვევებია, როცა ჩვენ შეიძლება გაგვიჭირდეს წინაშე კაცთა, ესე იგი ჩვენი მრწამსის აღიარება. რომელსა უყვარდეს მამაი, ანუ დედა უფროს ჩემსა, არ არის იგი ჩემდა ღირს და რომელსა უყვარდეს ზე, ანუ ასული უფროს ჩემსა, იგი არ არის ჩემდა ღირს. აი როგორი, ესე იგი, სრული სიყვარული, აბსოლუტური სიყვარული უნდა იყოს ადამიანში ღმერთის მიმართ. რატო? იმიტომ რომ ღმერთი არის აბსოლუტური სიკეთე, აბსოლუტური ჭეშმარიტება. და არ შეიძლება ღმერთზე მეტად ვინმე ან რამე გვიყვარდეს. და შესაბამისად, აი ეს არის აღსარებლობა, რომ შენს უახლოეს ადამიანს
არ დააყენებ ღმერთზე მაღლა. აი თქვათ მას რაღაცა სჭირდება, მაგრამ თქვათ ის რასაც ის ითხოვს არ არის ღვთის ნებასთან არ არის თანხვედრაში. ანუ სადღაც შორდება, შეიძლება ეწინააღმდეგება ღვთის ნებას, მაგრამ ის ჩემი უახლოესი ადამიანია, ჩემი მშობელია, ჩემი შვილია, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. და აი ასე დროს თუ მე ღვთაებრივ სიყვარულზე მაღლა ადამიანურს დავაყენებ, რომელიც ფაქტიურად ღვთის ნებას შეიძლება შორდება, აი მაშინ მე რასაკვირველია არა ვარ ღირსი, რომ ვიწოდებოდა ქრისტიანად. და აი ასეთი თუ შეიძლება ითქვას ქრისტიანობა და უფალი ჩვენგან ითხოვს სრულ უარყოფას იმისას, რაც ღვთის ნებას ეწინააღმდეგება. უარყოფას უახლოესი ადამიანებისა, თუ ისინი ღვთის ნებას ეწინააღმდეგებიან. და აი ეს არის ქრისტიანობა. ეს არის აღსარებლობა. როდესაც შენ ყოველ მომენტში შენი ქმედება ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ღვთის ნების აღსრულების სურვილს. და თუ შენი ოჯახის წევრები ამ ნებას რაღაცა ვერ აღასრულებენ, ვერ ითავისებენ და ჩვენგანაც ითხოვენ, რომ ჩვენც რაღაცა აი ეს მათ მსგავსად რაღაც მოვიმოქმედოთ. აი ეს უკვე რასაკვირველია, აი ამისი დათანხმება არ შეიძლება და არ დათანხმება სწორედ არის აღიარება ღვთისა და არ აღიარება ცოდვილი ადამიანური სურვილებისა და ადამიანური ნებისა. შემდეგი ძალიან საინტერესო მუხლები გახლავთ 38 ეს იყო 37 და ეს იყო 37 მუხლი უკაცრავად, ეხლა არის 38. და აი მუხლში წერია და რომელმან არ აღიყოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე, იგი არ არჩევდა ღირს. ესე იგი, აი ქრისტიანობა გვეუბნება, რომ ყველამ უნდა აიღოს თავისი ჯვარი. რა არის ეს ჯვარი? ჯვარი ეს არის ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში ჩვენს გზაზე არსებული ნებისმიერი სახის ტვირთი, სიმძიმე, მწუხარება. ანუ ჩვენ უნდა გავიაროთ წუთი სოფელი ღვთის ნების საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ აი ამ ღვთის ნების აღსრულება ხანდახან ჩვენ რთულ ვითარებაში გვაყენებს. ჩვენ ყავს მოწინააღმდეგეები, ჩვენი ბუნება გვეწინააღმდეგება, ადამიანური ბუნება. და ამის გადალახვა, ესე იგი, ჩვენ შევძლოთ აი ეს ჩვენი წუთი სოფელში არსებული სიმძიმის ტვირთვა და ტარება ღვთის გულისათვის. აი ეს არის ჭეშმარიტი ქრისტიანობა. და თუ ჩვენ ამას ღვთის გულისათვის ვერ ვაკეთებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ავიღეთ ჯვარი. ამიტომ ყველანაირი სიმძიმე, ყველანაირი სიმწარე, რაც წუთის სოფელში ხდება, უნდა ვატაროთ, აი ჯვრის ტვირთულობა ნიშნავს უდრტვინველად, მოთმინებით და იმის იმედით, რომ სწორედ ამ ჯვრის ტვირთულობა არის საშუალება ადამიანის სულიერი ფერისცვალებისა, ადამიანის სულში არსებული ცოდვებისაგან განთავისუფლებისა. და რასაკვირველია, ღვთაებრივ სიცოცხლის წყაროსთან მარადიული კავშირის. აი ეს არის მთავარი, რომ ჩვენ შეიძლება დავკარგოთ მატერიალური, მაგრამ შევიძინოთ მარადიული. წარმავალი წუთის სოფელი შეიძლება დავკარგოთ,
ან რაღაც გარკვეული დანაკარგები გქონდეს, მაგრამ არ გქონდეს სულიერ. და პირიქით შეიძლება რაღაც ამქვეყნიური შევინარჩუნოთ, რაღაცა ნუგეში მივიღოთ, მაგრამ თავარი დავკარგოთ სულიერი. ასაკვირველია, აი სწორედ ამისკენ არის მოწოდება, რომ თუ შენ ამ ჯვარს არიხებ, ზიგი შენ გაურბი ხარ იმ სირთულეებს, რომელიც შენ ღვთისაკენ მიმოვალ გზაზე ხდება. და ბოლოს ესე იგი ეს საკვირაო სახარება თავდება იმითი, რომ პეტრე მოციქული ეუბნება, რომ აი ჩვენ ხომ ყველაფერი დაუტევეთ, ჩვენ ხომ ავიღეთ ეს ჯვარი და შენ მოყვებით და რა გველოდება ჩვენ. აი ესეთ კითხვას უსვამს. ანუ აი მათ ხო არის მოუწოდებს, რომ იყავით აღსარებელნი, მზად იყავით ყველანაირი ტანჯვისათვის, უხარებისათვის და აი პეტრე თითქოს კიდევაც ამბობს, რომ აი ჩვენ ხო გავაკეთეთ ეს, გადავდგით ეს ნაბიჯი, დავტოვეთ ოჯახები, დავტოვეთ ყველაფერი რაც ჰქონდა და იქნე ერთი რამეა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოციქულებმა დაატოვეს არა მარტო ის, რაც ასე ვთქვათ, ოჯახები, მათი ასე ვთქვათ, ყოფა ცხოვრება ამ ქვეყნიური. არა, ისინი უკვე როდესაც ეს დატოვეს ქრისტეს გულისათვის, მათ თავისი ფაქტიურად სიცოცხლე დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ რომ ყველა ვინც ქრისტეს აღიარებდა, არათუ მისი მოწაფე გახდებოდა. ესე იგი, კრებულიდან განკვეთა იყო დადგენილი. ეს ნიშნავს ადამიანის მოკვეთა არათუ საზოგადოებიდან, თავის ოჯახიდანაც კი. ანუ ფაქტიურად მათ თავისი სიცოცხლე გასწირეს. და აი ჩვენ ეს ყველაფერი ამ წუთის სოფლის ყველანაირი სიკეთის მიმართ, ესე იგი, მზათავართ, რომ ეს სიკეთე უარყოთ, დავკარგოთ და რა გველოდება ჩვენ და მათ ხო არ ეუბნება, რომ თქვენ ვინც ეს გააკეთეთ, აქაც ასწილად მიიღებთ, ანუ ყველაფერი რაც სიმწარე ნახეს, ადამიანებს ასწილად დაუბრუნდებათ სიკეთით, სიხარულით. და რასაკვირველია, პირველ რიგში ეს სულიერი სიხარულია, ღმერთთან ყოფნის სიხარულია, მაგრამ ასევე ბევრი მატერიალური სიკეთეც, ამ ქვეყნიური სიკეთეც ენიჭება ადამიანს, იმიტომ რომ ადამიანი სულისა და ხორცისაგან შედგება და მას მის პიროვნება სჭირდება როგორც სულიერი, ისე ხორციელი საზდო და ღმერთი ყველაფერს აძლევს ადამიანს, ყველაფერს, როდესაც ეს სიმდიდრე, ეს ხორციელი სიკეთე მისთვის საზიანო არ არის, მეც და მეც აძლევს. და პირიქით აკლებს, როდესაც ადამიანი არ არის მზად, რომ ეს სიმდიდრე სწორად განკარგოს, ეს ჯანმრთელობა სწორად მოიხმაროს. და ასწილად მოიღოს ამ ქვეყნად ყველაფერი სულიერიც, მატერიალურიც და რაც თავარია, დაიმკვიდროს სასუფეველი ცათა. ანუ საბოლოო მიზანი არის, რომ ვიყოთ წევრები ცათა სასუფეველისა, ანუ დავიმკვიდროთ მარადიული ნეტარი ცხოვრება ღმერთთან. აი ეს არის ამ სახარების შინაარსი და ამ კვირა დღეს, სულთმოფენობიდან პირველ კვირა დღეს ეწოდება ყოველთა წმინდანთა კვირა. რატომ? იმიტომ რომ აი სწორედ ეს აღსარებლობის ხარისხი, მაღალი ხარისხი, როდესაც ადამიანში არის, იგი ინარჩუნებს ნათლობაში მიღებულ სული წმინდის მადლს. ინარჩუნებს ნათლობის ჟამს ღმერთთან შეერთების აი ამ აღდგენილ კავშირს და მუდმივად ივსება და ივსება ღვთაებრივი აი ამ ენერგიებით და აი ესეთი ადამიანებს ეკლესია უწოდებს წმინდანებს. სხვათა შორის პირველ საუკუნეში იმდენად მაღალი იყო სულიერი ცხოვრების ხარისხი, რომ მაქსიმალურად აბსოლუტური უმრავლესობა მიმართავდნენ როგორც წმინდანებს. აი მოციქულების ეპისტოლეებში წერია, რომ წმინდანო ამ და ამ ასე ვთქვათ ეკლესიისანო. და მართლაც იყვნენ წმინდანები, იმიტომ რომ მათი სული ახსავსე იყო სული წმინდის ნიჭებით. მაგრამ დროთა განმავლობაში, როდესაც ასე იგი გავიდა საუკუნეები, უნებრივია ასეთი
კრებულის აბსოლუტური უმრავლესობა ვეღარ ინარჩუნებდა ამ კავშირს სულიწმინდის მართლთან, ამიტომ ხშირი იყო ამ ღვთაებრივი ენერგიების შემცირება ადამიანში, თუმცა ისინი ყოველთვის ჭეშმარიტი ქრისტიანები ყოველთვის აღადგენენ ამ კავშირს და ინარჩუნებენ ამ კავშირს, აღადგენენ ამ მადლს კავშირის შედეგად მიღებულ მადლს, მაგრამ წმინდანი არის ის, ვინც აბსოლუტურად მაქსიმალურად ინარჩუნებს ამ მადლს და აი ეკლესია გვახსენებს თუ ვინ არიან ისინი, ვინც შეძლეს რომ სულიწმინდის მადლის მიღების შემდეგ ნათლობაში ეს მადლი არა მარტო შეენარჩუნებინათ, არამედ გაემრავლებინათ, გაემდიდრებინათ და უკვე აქ დედამიწაზე მათთვის დაწყებულიყო სასუფეველი. აი ესენი არიან წმინდანები ერთის მხრივ, ისინი არიან მაგალითი იმისა, რომ აქ ამ ქვეყნათაც შეიძლება ადამიანი იყოს სასუფეველში. მეორე მხრივ წმინდანები არიან ესე იგი დასტური იმისა, რომ ეს შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელია ღვთისა მიერ და მესამე ისინი არიან ჩვენი ესეთი შემწენი, მეოხნი, შუამდგომელნი ღმერთის წინაშე, ისინი ღმერთთან ახლოს არიან და ევედრებიან ღმერთს, რომ ჩვენი ცოდვები დავძლიოთ, რომ ჩვენ ერთმანეთთან მოყვასთან ვიყოთ პირნათელი, რომ ჩვენ შეგვეძლოს ვიზრუნოთ ერთმანეთზე, სიკეთე გავუკეთოთ ერთმანეთს და გვიყვარდეს ერთმანეთი. აი ეს არის სწორედ რატომ ქვია ამ სულთმოფენობის პირველი კვირა დღეს, რატომ იხსენიებს ეკლესია ყველა წმინდანს. ესენი არიან, როგორც უკვე ვთქვით, ყველა წმინდანი არის, ვინც ინარჩუნებს ნათლობის ჟამს ღმერთთან გაწყვეტილი კავშირის, უბრალოდ აღდგენილი კავშირის, ასე ვთქვათ, შედეგად ინარჩუნებს სულიწმინდის მადლს და აი ამ მადლით ცხოვრობს მთელი თავისი ცხოვრება, თავისი ცოცხლის მანძილზე და აი სწორედ ყველა წმინდანს უნდა ვევედროთ, რომ ჩვენც ვიყოთ ჭეშმარიტი აღსარებელი. რასაკვირველია, ყველასთვის ადვილი არ არის ამის მიღწევა, მაგრამ თუ ჩვენ მუდმივად ვისწრაფვით აი ამ ამაღლებისაკენ, ჩვენ ისევე როგორც წმინდანები ვართ ცხონების გზაზე და როგორც წმინდა მამები ამბობენ, ასეთი ადამიანები აუცილებლად ცხონდებიან, ვინც მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ასეთ ხარისხში, სრულყოფილ ხარისხში ვერ ინარჩუნებს კავშირს ღმერთთან, თუ იგი გულწრფელ აღსარებას ამბობს და თუ იგი ცდილობს და ისწრაფვის ამ სიწმინდისაკენ ძალისაერთვის ისა, ღმერთი მას მის შეუსრულებელ საქმეებს ჩაუთვლის როგორც ვალმოხდილად. შესრულებულად ჩაუთვლის ამ საქმეებს და ეს ადამიანი იქნება ვალმოხდილი და იგი ასევე დაიმკვიდროს სასუფეველს. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ჩვენთაგანი, ვინც ვართ მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები, რომ აი ასეთი აღსარებლობით გავატაროთ ჩვენი ცხოვრება. ვინც არ არის ჯერ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში, უსურვოთ მათ აი ამ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დამკვიდრება და არ დაღუპულიყოს არც ერთი ადამიანი და ღმერთმა ყველანი მოგვაქციოს, გაგვამთლიანოს დედა ეკლესიის წიაღში და გვაცხოვნოს. იხარეთ და იდღეგრძელეთ მრავალსა წელსა მრავალჟამიერ ჩვენთან არს ღმერთი.